დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ყველასათვის მონატრებული აჩი ფურცელაძე და ჯერ ვენ მონატრებული გაგა ჯიქიძე. აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მოგძანდით, დაბძანდით. შემოსა და დაჯდომა ესეთი. მოგესალმებით. გამარჯობა. აბა, როგორ აბა ბონიები და ბონიების სოლისტი გაგა ჯიქიძე. ახალი შემადგენლობაა. შენ მოიცადე, ჯერ გაგა, შენ პირველად ხარ ჩვენთან, კეთილი იყოს შენი მოგზაურობა. ნამდვილად. მიხარია ძალიან. მეც მიხარია და დარწმუნებული ვარ, კარგი ფეხი გექნება, კარგი ამბები მოხდება სულ ჩვენთან. ანუ დებიუტია ეთერში და გაგას. გილოცავ, მადლობა. გზა წარმატებისკენ ხსნილია. რა თქმა უნდა. და ჩვენ დაგვიძველდა. მეორე შეხვედრას თუ დაძველებას ეძახი კი? ო, იმი, კაბა ერთსა მეტი ვერ მოდის ვერავინ, შენ ახლა მეორე თუ მართლა? აბა, მაშინ გამარჯობა გასწორე. მოსულა, ახალი მოსულა, კი ბატონო. ესე იგი, იმდენი ხანია ჩვენთან სტუმრად არ ყოფილხარ, რომ მივხვდი რომ ხელსარიელი მოსვლა უხერხული იქნებოდა. რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ მოგვიტანე რა? სიმღერა. კი ბატონო. დანარჩენი ვილაპარაკოთ. აუცილებლად. აბა გითხარით ახლა. ორი სიტყვით ჯერ ამ სიმღერის შესახებ, მე მეც მაქვს რამდენიმე შეკითხვა და მე კიდე სხვა რაღაცები უნდა გითხო. დიდი შემდგომ დავიწყებ? შენ უკვე გაგას და შენი ტანდემი დუეტი, აბა ეს გითხარით ახლა გაგა ჩვენი მეგობარია. მე მაშინ შეთაკითხები, აბა გააგზელ და მე კითხავ მაშინ. კი ბატონო, გაგა ჩვენი მეგობარი, შენ ხო ჩვენი მეგობარი და მეგობარი და საიდან ესე კოლაბორაცია. ყველაზე მთავარი მინდა ვთქვა, ძალიან მიხარია ის რომ გაგა ჯიქიძე რომელიც გვერდზე მიზის აქ საზოგადოებისთვის, ფართო საზოგადოებისთვის უფრო ნაცნობ საცნობ საყვარელი გახდება და ეს ძალიან მიხარია რომ უნიჭიერესი ბიჭია, იმიტომ რომ გვერდზე ზის და აქ არის. თუ გინდათ გაუშვი და უფრო მეც ვილაპარაკე კარგს რა თქმა უნდა. ბადასტურებ. დასტურ, ალალ დასტური ქვია მაგასტურ. და რატომღაც კარგად გამომდიოდა ხოლმე ყოველთვის აი დუეტებში პარტნიორის ზესლა, იმიტომ რომ დავიწყოთ იმ თაობას, რომელსაც მე ვახსოვარ, მაინც ქეთათოფურია ყველას ახსოვს და ჩვენი პირველი დუეტი გვეყარება ერთმანეთთან ახლა რომ არ მოგებერო და აბატონო ტრამპლინი, აბატონო დუეტი და შემდეგ კიდე იყო ბუკამანაგაძე, ძალიან ბევრი იყო ვისთანაც რაღაც ქონდა. სხვა შორის ანდრი ჯოხაძე ამბობდა რომ თუ გინდა თუ ზესლაო, აჩისთან დუეტი ჩაწერდა, ეს იყო 2000-იანები წლები. ამასობაში ბევრმა წყალმა ჩაიარა და დაუძველდით და დაუბერდით კიდეც. ამ შემთხვევაში ძალიან მინდოდა, რომ შეიძლება ეს დუეტი, ეს ვერსია შემეთავაზებინა ნებისმიერი სხვა მომღერლისთვის, რომელიც უკვე დგას ფეხზე კარგად არის. აქ უკვე დგას ფეხზე ნიშნავს იმას, რომ გაგას მინდა ეს პირდაპირ მაშინაც ვქი და ახლაც ვამბობ რა, როცა იდეა მომივიდა, მე გავაჟღერე და ახლაც ესე უფრო ფართოდ ვამბობ, რომ ძალიან მინდა რომ გაგა ეს ნიჭიერი კაცი იყო ძალიან ცნობილი. აი ამ სიტყვის პირდაპირ და ყველაზე კარგი გაგებით. როგორი მაგარი მსახიობია, როგორი მაგარი მოცეკვავია, მაგრამ დღეს როგორ მაგათ მიყავს და მიყავს და გამახსენ ამას მე ვამბობ, როგორც ერთ-ერთი ერთდროს ყველაზე შოუმენი. კი, მაგაზე ვისაუბრებ, კიდე წარმატებები. გაიხარე, მადლობა. ეს გაგას გადაცემაა, მოგეთ. კი, ეს გაგას გადაცემაა, კი, ხამის შოუ გაგასთან ერთად, გაგას შოუ ამბავია დღეს. ისე კარგად ჟღერს, ხო? კი, კარგად ჟღერს, კი ბატონო, თუ, ხო, გაგა. გამოვიდა რომ დუეტის ამბავი, ანუ ეს იმერა რა თქმა უნდა ძალიან ცნობილია, ასევე გადავინაცვლებთ 90-იანების ბოლოს, იმიტომ 1999 წელს გაიჟღერა ამ სიმღერამ ვიღაცეების და ასე შემდეგ ყურსაშიგან და ყველაზე საინტერესოშიგან კი და რა თქმა უნდა ლუიშ მიგელ ძალიან ცნობილი, ძალიან სიმპათიური და ქალთა გულის და არა მარტო გულის მყრობელი, რომელმაც დაანგრია ბევრი ოჯახი, მოხდა ძალიან მაგარი ტიპია რა და მაგრამ მღერის ვერ წაართმევ. განსაკუთრებით მეორე მოგეწონა ხო არა მარტო გულის. როგორ აკებს რა ქვია. არა, ლუიშ მიგელი ცნობილია. ხო და ეს ესე მომენტო, დადგა ის მომენტი, როდესაც ესე მომენტო მოვიდა ჩვენში და ჩვენსას. კი ბატონო. მაშინ გაიარა ბევრმა წელმა კიდევ ერთი ვერსია იყო ამ სიმღერის ცნობილი ძალიან რუსულენოვანი ვერსია, ისაც ძალიან კარგი დუეტი გამოვიდა მაშინ, ესაც უკვე 2000-იანების რაღაცა შუა ნაწილში ხდება ეს ამბავი და აბატონო დადგა პერიოდი, როდესაც მე დავწერე რატომღაც ტექსტი ქართული ვერსია, ეს ტექსტი არის ჩემი და მე და სიმღერის ავტორმა არმანდო მონსანერა და სახელი აქვს ისეთი მაგარი რომ ყველას გონია რომ არის სეხნია მარადონას, იმიტომ რომ მარადონას ვარ, მაგრამ ჩვენ ესე ჩვენ ხო ხა იმერული ესკიზები გვაქვს, უიმერლები ვართ ახლა. და ამ სახელს რო დაუკვირდი არმანდო და როგორ არვანდო. აი არმანდო რო იძახს, როგორ არვანდო ეს მელოდია. ხოდა ვანდე, რა ხო გელოდი არ გელოდის ამბავი, არმანდო მანდო იქეგრე აქვს სახელები. ხო და მოგეთ არმანდოს აი ამ ძალიან ლამაზ მელოდიას და ჰარმონიას ქართული ტექსტი ძალიან მოუხდა. და მოგეთ აი ეს რაღაცა ტანდემი შეიგა და დაიტოვე რაღაც სამღერი გა კიდე და მოგვიტები მთლიანად ეს სიმღერა და მე რაღაც მოусმინო და აღარ ვიცი. რა ვიზახე რომ ვიზლორად ხო უკვე გავყიდე თემა რომ
გასაგები რომ უი გაგამ დაიწყო უიაჩი უიაჩი გააგრძელა. მაგრამ აუდიოს რო უსმენ ესე ვერ ხვდები და ამასაც რაღაცა თავისი სპეციფიკა აქვს. მოგეთ ესე გამოვიდა რა არმანდო აჩი და ვანდეთ გაგას. ძალიან კარგი. აჩი სიმღერას ქვია მინდო და მეთქვა. კი ბატონო. ეს ბოლო-ბოლო სათქმელი თქვით ამ სიმღერაში თუ ვერ ჩაეტიეთ და მეორესაც აპირებთ. რა თქმა უნდა სამი წერტილის ფენომენს არავინ არ გამოურიცა. გასაგებია. და რა თქმა უნდა მთავარია უღრმესი მადლობა მინდა გადავხადო ჩემს ძმას, ჩვენს ძმას, უმაგრეს, უნიჭიერეს მუსიკოს აჩი ოშხერელს, რომელსაც არანჟირება გააკეთა. კი ბატონო. ყველაფერი. აჩი მადლობთ სეხილო ჯიგარი ხარ. ეხლა რადგან გაგა ჩვენთან პირველად არის, მოდი რამდენიმე შეკითხვას გაგას გაგა, აბა დავუშვი. შეედეთ. და მე მოვდივარ ისევ შენთან. მართლა? შენ ეხლა უცხოთ არ ხარ აქ. კი გენაცვალე. მე მზად ვარ. გაგა მოგესალმები კიდევ ერთხელ, ჩემო კარგო, მართლა გულწრფელად წარმატებებს გისურვებ. დუეტებში ხშირად ღერი ხოლმე. გვინახავს, მოგვისმენია. არის ხება ხოლმე საზოგადოდ ეხა როგორც აჩი თქვა ძალიან ისე რაღაცა ჯერ არ ყოფილა, თუმცა ეხა იქნება, მაგრამ აი ესე მე პირადადაც მომისმენია და პრინციპში ქართული შოუ ბიზნესი ისეთია. აი მარტო მაინც ვერ გარისკავ, ხო ეს ახლა არის ეგ მომენტი ქართული შოუ ბიზნესი, რომ მარტო გარისკვა რთული ამბავია. ღონისძიებების წამყვანი ხარ, თანაც არაჩვეულებრივი. გაიხარე მადლობა. ესე იგი მთვრალი ადამიანის ენა შენ გესმის ყველაზე კარგად, ხო? გადასარევად. ხო, არა? კი, გადასარევად. აი, მეტყველებით თუ ატყობ რა უნდა, ეს რო ვერ თქვას, გამომეტყველებით უბრალოდ. სიმართლე გითხრა, რომ შევხედავ უკვე ვიცი, რომ არ თქვა საერთოდ არაფერ ზერით ხვდები რა უნდა. ზოგს ხო არ შეუძლია ისეთი ნასვამია ხოლმე, რომ კი, თვალებით რო გიყურებს უკვე ხვდები რა უნდა. უკვე იცი რა უნდა, კი, ხო? ნამდვილად. თუ კარგი პრაქტიკა ეგ ცხოვრებაში ზოგადად, იმიტომ რომ ხშირად ხვდებიან ხოლმე ჩვენ არტისტებს ნასვამი ადამიანები და ვერ გებულობ რა მე უნდა. განსაკუთრებით ყოველდღე მხვდებიან. ყოველდღე ხვდები. კი, ყოველდღე ხედავ. კარგი, მითხარი, მაშინ ახლა გარდა იმისა, რომ ეგენა შეისწავლე ამ ნასვამი ადამიანების ღონისძიების წამყვანობაზე რო დავრჩეთ, აი რა პლუსები აქვს? აი ის მოკევი დღეს რაც მოხდა, ეხლა რომ მოვდიოდით, აი ესეთი ტიპი ყوارიან რო რეკავენ და ვითომ ორგანიზატორები რო ხვდათ, ვითომ. და რო არიციან რა უნდა. ხო, არა, კი, იყო ეგ მომენტი, ეხა სეზონი ხო იწყება, განსაკუთრებით ქორწილების კორპორატიული საფულები საღამოების. ახლოვდება და ხო, არა, იყო ეგეც შევთხოვა, რომ რამოდენიმე საათის წინ დარეკა ერთ-ერთმა არაჩვეულებრივ ადამიანმა და რა თქმა უნდა შეაქე ძალიან, კი, კი. ღონისძიების წამყვანი ჭირდებაო. ნუ მეთქი სწორად რეკავთ, კი ბატონო. რა პოზიციებზე გჭირდებათ მეთქი რომ ვიმუშაოთ ხო? ნუ ამას აქ ხა მიმტანი დამლაგებელი ყველაფერი აქ, ნუ გამოსtildeებს. წამყვანი თამა და მომღერალი, კი ბატონო, გასაგებია. კიდე სხვა ხო არაფერი გჭირდებათ? არა, უბრალოდ არ ვიცი რა როგორ ხდება. ძალიან კარგი ღონისძიებაზე რა პერიოდი, რა დრო უნდა ვიყო მეთქი. არ ვიციო. სხვა მომღერალი იქნებაო, არც ეგ არ ვიციო. ანუ ესე იგი რა გამოდის, ყველაფერი მე უნდა ვიყო? შენ ხარ ორგანიზატორიც. ხო, ანუ გამოდის რომ ორგანიზატორიც მე ვარ, მე უნდა დავგეგმო ყველაფერი, მომღერალი, წამყვანი და გამცილებელიც საბოლოო ჯამში. ნუ საბოლოოდ შევჯერდით იმაზე რომ მოდით გადაწყვიტეთ, მოიფიქრეთ რა პოზიციები ჭირდება. ჩემთან რეკავდით ამას თუ ეკითხე, იმენ არ ვიცი. დაგმებული ხარ თუ ჩემი ნომერია, ეს არ ვიცი. ხო, საბოლოოდ მოიფიქრებს რა პოზიციები ჭირდება და იმედი მაქვს შევთანხმდებით რა. კი, ნამდვილად. სასმატებებს უსურვებ მასაც და შენს ამ მის გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული ეს რას იზავს მე რა ის თუ სამი დამეგობრდა თავის თავთან ეს მოემზადოს. კი ბატონო ეს მზად იქნება სამი ერთში. ახლა შენ მითხარი. მედი ქართველი მომღერლები ზოგადად სიყვარულზე უფრო მეც სიმღერით თუ ღვინოზე? ზოგადად სიყვარულზე ხო, მაგრამ საიდან იწყება? თუ არ გამოდის ეგ ამბავი რა თქმა უნდა მე ღვინოში უნდა ჩახრჭო გადადიხარ ღვინოზე. რა თქმა უნდა ტრაგიზმი და რაღაც მარაზმი გადადის მე ღვინოში იმიტომ რომ ღვინოში აღჭობამ შენს რაღაცა სინანულს მე ზოგჯერ სიბრაზეს და მე ის ვინც გიყვარს მე ძალიან ცუდი რო ხდება ხო იცი რამოდენიმე ლიტრის შემდეგ და მე ეს გიყვარ და მოგეთ ჯერ სიყვარულია მე ღვინო აუცილებლად ერთი ძალიან საინტერესო ამბავი გავარკვიეთ შენი ბიოგრაფიიდან რომ 1987-93 წლებში კონსერვატორიაში სწავლობდი ვიოლინოს განხრით. რა თქმა უნდა. ესე იგი საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა, შენ ვიოლინოზე უკრავდი. რა მახსენდება იცი ამ ისტორიის მერე? აბა. აი ტიტანიკი რომ იძირება და ორკესტრი მაინც რო დგას და უკრავს, ხო იცი? აი ეგ ამბავი. და კარგია რომ მანელა თოდაძე არა, გქოს რომ იძირება გები, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. კი ბატონო, ვიოლინოს თანხლებით ხდებოდა ეგ ამბავი. ესე იგი ჯერ ვიოლინოსთან მეგობრობდი და ახლა გაგაჯიქიძესთან მეგობრობდი. გასაგებია. რა თქმა უნდა. არა, მე ბერლინის კედელიც ეგრე იმას ვქედი, დავანგრიეთ რო უკრავდი, მაგ პერიოდში იყო და ზუსტად ეგ. მაგ პერიოდში ყველაფერი მადლობა, თუ რამეა ჩემ ვიოლინოს დააბრალეთ ყველაფერი. რა დაუკარი ასეთი. იცოცხლე. გაქვს რადგან ბერლინის კედელი ვახსენეთ და დანგრევა მაყურებელი მიხვდება, გაქვს მიღებული საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სახელობის სტიპენდია. ორჯერ.
ორჯერ. ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები და ის ფრაზა რომ შევარდნაძის სტიპენდია გაქვს მიღებული ძალიან სასაცილო ჟღერს, ეხლა იმის ფონზე როგორ ახალგაზრდულად გამოიყურები. ეგ არის ვართ სპეციალურ რეჟიმზე გადასული, გასაგებია ეს ყინულებში და მაცივარში თავის შეყოფები ეს გავიგეთ, მაგრამ კიდევ რაღაცა ინგრედიენტია, რომელსაც თუ გექსურთ, მე გვეტყვი. მომმართეთ. მაგრამ ამასობაში ვხდები 47 წლის. მართლა. მართლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ, გულწრფელად, ისევ ისეთი აჩი ხარ, რაც გახსოვ ხარ. 19 წლის 5 დეკემბერი. მე არ მეგონა თუ ვიყოდი ახლა ხო, არც უნდა გეთქო. თქვა 27 იყოს, დავტოვოთ 27 პირობა. ფათაჩიკო მეფარიძესავით ვერი ხო მაგამას. თქვა 47-ის და თუ გამოვიყურები რაღაცა 40, გადასარე 42, 43 გადასარე. მართლა. მართლა გულწრფელად გეუბნები. მადლობა, დიდი ეხლა ის მითხარი, შევარდნაძის სახელობითი პრემიით რესტორანში გოგო თუ დაგიპატიჟებია. არა, არ მომიცია მაგის გეკეთა. იდენად ბედნიერი ვიყავი რომ მე ოჯახს, ანუ ჩემი ოჯახი მე და დედა ჩემი, მაგრამ მეორეზე კი, მეორეზე დაგიპატიჟებია. ვიყავი რომ მეორეც იყო, კი. ხო, ესე და ანუ მეორეზე დაპატიჟე. მეორეზე პირველზე არა, პირველი ძალიან ვიზე იმე და ძალიან შენი იყო. ხო, ანუ როგორც პირველი ეთერი ხო ხდები ესე ხარ და მეორე თავის მეორე მიდი მიეცი, გაეცი, რა გენაურება. მესამეც იქნება, მაგრამ არა. შევარდნაძის ახალი ღმერთო და გიგაროს. მაშინ ფიქრობდი, მაგრამ ვეღარ იყო მე. შენსა და ჯასტინ ტიმბერლეიქს შორის თუმცი რა განსხვავებაა? კარგი შედარება, აუც განსხვავება არ ვიცი. არა. საერთო გაქვთ რომ ორივე კარგად ღერით. აჰა, ეს ერთი. კი ბატონო. და განსხვავება? მე ძალიან მაინტერესებს. ამ ორიდან მარტო შენ გაქვს შევარდნაძის სახელობის სტიპენდია. რატო ჯასტინი რამდენი არა ღირსა ჯასტინს ეგ. ისე ასაკით როგორ ხართ თქვენ? მადლობთ კარგად, გუში ცოტა ახველებდა, დღეს უკეთესად არის უკვე, რა ვიცი. ჩემზე დიდია მეგონი, ხო? არ ვიცი, ასაკით როგორ არის? ჯიმის ეწოდება. ჯიმის ეწოდება. ჯასტინი ჯიმის ყველა კითხოთ რომ შემოვა. რა თქმა უნდა. ორჯანდი. გაცა ჰოლივუდელი რა ვახარა ჩიკო. გაბუნა რა ვახარა. არ მომიშალა ნერვები. ჰოლივუდთან თანამშრომლობდი და ჰოლივუდელმა ერთ-ერთმა ვარსკვლავა შენ ვის დედას გოუკეთი არანჟირებაო ეს დაძირალა იგი. მოგესალმებათ შოუ ბიზნესის სულის ჩამდგმელი და მცირე ბიზნესის სულის ამომხდელი ჯიმი ჯაბაზია მესაძე. დავახარ ჯიკებო. აუ რა გაიგო ჯიგა. Hello my friend. სტუმრები არ დამიტოვა უყურადღებოდ. Hello my friend. ინგლისურად რატომ ლაპარაკო? ეს მე ჯასტინ ტიმბერლეიკი მეგონა. აჩიკო, ეს არის ჭკვიანი კაცი. ეს არ მოშოვით, ბაღდათი და მე თუა ჭკვიანი დამიჯერა მე. დამიჯერა და გონიოშია კონცერტი. ჯიპსი კინგმა არ დამიჯერა და ქეხედავ სადაც ახალია. კი ბატონო. აი, თუ გიტანამშრომლია აჩისთან. ჩემი ძმაკაცია, მე და აჩიკო, მე აჩიკოს პროდიუსერი ვიყავი და პატივს ვცემდი ერთი პერიოდი ჩემი ნომერი როგორც პროდიუსერი გაგა ბიზიკო ესე ეწერა. მე რაღაცაზე ვიჩხუბეთ და დასიერი მოაჩერდა მარტო პროდიუსერი ახლა. ხო, კი ბატონო. ხო, მე გადავხედე გუშინ Forbes-ის სიას. აჩიკო, გადავხედე არც მე და არ შენ არ ვარ, ჩიკი. როდის გეუბნებოდი გავხსნათ ლარიანის სამრეცხაო. კარგი, ეს სიმღერას. არა, ეს არ გეინჯერე. მოსავლია. კაი, გაგაზე რა სიტყვა? ჩემი ძმაკაცი. გაგა არის ერთ-ერთი ცნობილი ქართველი მომღერალი. ქართულ შოუ-ბიზნესში ყველაზე ცნობილი მომღერალი. აბა რა, მაგრამ ამაში ჩემი დამსახურებაც არ. ასე რა გაგა ბიზიკო? ვარი შემახსენე შენი შვილე. კი ბატონო, იგოში დავწყვიტეთ მე და გაგამ წუხელი ერთგვარად ხელოვნებაზე ვსაუბრობთ. ხელით ლამი შევეხე, კაცო, კაც. აი, კაც. ხელი ღამე, არა Subaru Crosstrek-ი ჯობია, არა Subaru Forester. ხო. აუ რა გაიგე. კი ბატონო, მიყვარს კაცო, ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვია, რაზეა საუბარი. შოუ-ბიზნესში სხვა, აი, ნიჭიერი, ნიჭიერი ჭიათურიდან, ჩემი ნიჭიერი. კომეზე ნიჭიერი. შავი ოქროს კალათი. ჰელი, თავისი ფინანსები, ჰონორალი, რაც ქონდა, საჩადო, იცი, გაბუნიას ღამის შოუში აქ ეკრანზე გამოჩენილი. შენ ნორმალი ხო ხარ, არ გადაუხდია ჩემს არაფერი, გაიგე? აბა, უფულოდ მე იყვან, ეგი? რა გაიგე? რას მერავნა? ხო, კი ბატონო. თავად როგორი მომღერალი? ვაიმე, აჩიკო ბურძელაძე, მე ახლა დაგვლახავდი თუ არა, თავიდან თაკო ვიყავი გაჩეჭილად. ხო. სხვათა შორის მე რო ეკრანზე გამოვჩდი BBC-მ გადაწერა, იცი? BBC თუ MTV რა ვიცი, რომელმა დაწერა. ჯონი ჯანჯალაშვილის მემკვიდრე გამოუჩდა. ხო, კი ბატონო. კაი, მომისმენე, ქართულ მომღერლებსაც კიდე სურა კობეშავიძე. სული და გული.
აბა ფულზე რამდენი დოვრეკი არასდროს არა. ლუქსარ ერგებლიძე წელი რო არ გაკავებოდა. ჩვენ ლოს-ანჯელესში ბევრს მივახცევდით, ხმა. ხანი მოუდავ. მოვისმინე. უცხოელ ვარსკვლავებთან თუ გიტანამშრომლობდი. კი, ბიოსესთან თანამშრომლობდი გიჟივით თავიდან. სამჯერ შემომისწრო ცოლმა. კი ბატონო, იყო. სხვათა შორის რიკი მარტისა, ჩემზე რა თქვა, რო შემხედა, ნიჭიერიაო. მაგრამ სოფის საწინააღმდეგო აცრა, თუ აქ ჩატარებული მივცემ ავტოგრაფს. არა არის, ბიჭო, თქვენ რა იცით შოუ ბიზნესი, ხალხო, თქვენ შოუ ბიზნესს დანახოთ ამერიკაში. აი იქ შენზე წინ არ დაგაყენეთ. მე ემინემა თავიზე წინ არ დამაყენა. მე 50 Cent-მა თავიზე წინ არ დამაყენა და ჯენიფერ ლოპეს მე თვითონ დაუდექი უბრიდა. კი ბატონო. აჩიკო, გაგუნა, წევედი ახლა და ბიჭო, გამუნია მომისმინე აგერ მალხაზაროა სარაიძე ჩემის მაგაც ხარაგაულელი. ხო, იქ ხარაგაული კაცია. მიგას დაგიტოვებ და დამაგრძელებელს და მომეც უნდა წევი. აი რა აუცილებელია მე მოგცემ ეთერში. მომეცი დამაგრძელებელი უნდა წევიღო. ხო, მაგრამ ერთი ასაჩქაროა მე მოგცემს არა. აი საჩქარო რა მომეცი. რა გინდას? კონცერტი მაქვს ბიოსეს, იქ ლოს-ანჯელესში და რომი მაგდეს, იქ არა სავეძიო მე და წევიდე ბაგედან ამის დედაცვაკირებ. აბა აუ წარმატებები. კარგად იყავს. აუ სანდოზე გიждდება ბიოსე ბიჭო. გამზადით ბიჭებო. მოკლედ. შევედ არიგებები მიღებულია ფენომენალური კაცის ყველა რჩევას და არიგება. მე თავიდან უყურებ რაღაცებს ვერ მოუსარი, բայց ვერ დავეცი და ყველაფერს ნუ დაუჯერებ. მაგრამ რაღაცები შეიძლება. მოკლედ ბიჭებო, მადლობა მოსვლისთვის, სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, გაგა წარმატებებს გისურვებ. წარმატებებს უსურვებ ამ ახალ სიმღერასაც, ახალ დუეტსაც და მინდოდა რაღაცა მეთქვა, მაგრამ ჯობია თქვენ თქვათ, ვიდრე მე ვთქვა და ამიტომ გადაინაცვლეთ. დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით.